1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებს საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას გარეშე შეხვდა. 1999 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან მომხდარმა უცნაურმა ავტოავარიამ ეროვნული მოძრაობის ორი გამორჩეული ფიგურა მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე შეიწირა, რის შემდეგაც ეროვნულ პოლიტიკურ ბანაკში სრულმა ქაოსმა და განუკითხაობამ დაისადგურა. პირველ მრავალპარტიულ არჩევნებამდე ქვეყანაში უკვე 3 დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკი არსებობდა. ზიად გამსახურდიასა და მრგვალი მაგიდის ირგვლივ შემოკრებილი ორგანიზაციების, ეროვნული კონგრესის არჩევნების ჩატარების მომხრე პარტიებისა და მათი მხარდამჭერი ინტელიგენციის და საბჭოური პროკომუნისტური ყაიდის პარტიების სახით. თუმცა კომუნისტური იდეოლოგიის მატარებელი და მათი სატელიტი პარტიები მომავალი ეროვნული ხელისუფლებისადმი ისეთი შეურიგებლობით არ გამოირჩეოდნენ, როგორც ეროვნულ რადიკალური ბანაკის მეორე, ფორუმში დარჩენილი და შემდეგ კონგრესში გაერთიანებული ნაწილი. იმენის ცნობილი ინციდენტის შემდეგ ჰელსინკის კავშირმა ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მერაბ კოსტავას საზოგადოებამ, ტრადიციონალისტებმა, წმინდა ილია მართლის საზოგადოებამ და მონარქისტულმა პარტიამ ფორუმი დატოვეს და მრგვალი მაგიდა დააარსეს, რომელიც მალე პოლიტიკური ბლოკის სახით ამოქმედდა და სულ მოკლე ხანში სერიოზული წინასაარჩევნო საპროგრამო დოკუმენტიც დადო. მერეც აი ნაწილში ვინც ფორუმს გამოვიყავი და საბაბი სწორედ გახდა შეხლა შეტაკება, ხო, სროლა მოხდა საჯაროდ, არა? და გაკეთა განცხადება და ზუსტად ესე იგი მისი პარტიები ორი, ილია მართალი და ჰელსინკი, კოსტავას საზოგადოება და მონარქისტული პარტია იყო მაშინ და მე გახდით, გამოვიყავით ამას და მე კიდევ 3 პარტია დაგვემატა. ამისგან შედგა მრგვალი მაგიდა 7 პარტიისგან. აი ესეც თვითონ გამოყოფის პროცესი, ესეც კონსულტაცია, ჩვენც არ ვთქვამს, რომ ახლა მე გამოვეყოფი. ასეც ამას ვაპირებ და თქვენ მოემზადეთ, ხო? ეს ავიდა პროცესი, გააკეთა განცხადება მან. და ეს სახელწოდება მრგვალი მაგიდა ხა არ იყო მარტო არტურ მეფე არტურის და მისი რაინდებიდან გამომდინარე, იცით, ეგ სამუშაო ტერმინი არის მთელ ევროპაში და პოლონეთში იყო, ჩეხეთში იყო, ხდებოდა, როგორც მთელი სპექტრი ხდებოდა. სამწუხაროდ ჩვენთან ასე არ მოხდა, თუმცა აი არასდროს არავის ანალოგად გახსენება. ჩვენს ხელებს ეწებოდნენ ირაკლი შენგელაია უძღვებოდა კიდეც ხტომას მისი პარტიით, ხო? მიხომ ამიაშვილი იყო, ჟვანია იყო, მწვანეები ეწებოდნენ და თავაზობით ვიყოთ ერთად. ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, საზოგადოებრივი გაერთიანებები, თავისუფლად ერთად შეიმუშაოთ ერთიანი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებანი, აირჩიოთ ერთიანი ხელმძღვანელი ორგანო. ეს ერთი საკითხი. მეორე უკვე ჩვენ აქ მივდივართ კლებაზე, უკვე გადავდივართ ორგანიზებულების უფრო მაღალ ეტაპზე, პარიტეტული საწესებიდან არჩევით საწესებზე. როგორ ფიქრობთ, მრგვალი მაგიდის წევრები დღეს მოვლენ და ესწრებიან? თუნდაც იმიტომ რომ გაიგონ რა ხდება მეორე მხარეს, მე მგონი მოვლენდა. რომან პოზიციაზე იყვნენ და აგებენ საერთოდ ბედნიერება იქნებოდა და სიკეთე იქნებოდა. ეროვნული კონგრესისაგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად გამსახურდიასა და მისი პოლიტიკური გუნდის კრიტიკით იყო დაკავებული, მრგვალი მაგიდა საკუთარ ავტორიტეტს, კომუნისტური მმართველობის უმოქმედობასა და დემორალიზებას უკვე საზოგადოებრივი პოლიტიკური საკითხების გადაჭრაშიც იყენებდა. ზიად გამსახურდიას აქტიური წინასაარჩევნო პოლიტიკური მოღვაწეობა უკვე არამხოლოდ ეროვნულ, არამედ სოციალურ ხასიათსაც ატარებდა. ამდენად ქვეყანაში ორხელისუფლებიანობის განცდა არჩევნებამდე გამძაფრდა. იდეა უკვე არსებობდა, ხო, არჩევნებისკენ წასვლა თუ ორხელისუფლებიანობა მტვარი. მე გეტყვით ჩემ პირად აი შტაბ-ეტაპს და განცდას. მოდიოდნენ ადამიანები, დამიშნეთ ქარხნის დირექტორად, მომეცით ბინა რაღაცა, ხო? ეხლა ჩვენ სიტყვას ვაწებით, აი რაღაცას გასაჭირი ედგა, მაგრამ აი დანიშნების ისო წავიდა უკვე. ჩვენ უკვე წყვეტით, ვინცად დანიშნულიყო, ეს იყო სრული ქაოსი, ხო, მოდიოდა მაშინ, ხო? ესე იგი ჩვენ ამას ვიზარდით, არავინ პრომესილება ამის არ გვექნებოდა, იარსებობდა საბჭოთა კანონებით, მაგრამ ლეგიტიმური ორგანოებიც და უკვე ამ დაუწონ რაღაცა ხდებოდა. ხან კონფლიქტი, ხან სროლამდე მივიდოდა, ხან შეჯახება. ეს საბჭოთა კავშირი ამ სამოკავშირო ხელშეკრულებას დაჟინებით გვთავაზობდა. ვითარება ამას პასუხი უნდა და დამოუკიდებლობას მოპოვება უნდა და ისეთი რომ საკამათო არ ყოფილიყო. ზედმეტ კითხვის ნიშნების თავიდან ასოცირებლად, მრგვალმა მაგიდამ იგივე საბჭოთა თამაშის წესებით შვიდობიანი სახელისუფლებო ცვლილების გზა აირჩია და წინასაარჩევნო კამპანიაში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო. თუ ხელისუფლება არ იძლევა საშუალებას დემოკრატიული საშუალებებით, ხო, დემოკრატიული მეთოდებით, გზებით შეცვალო იგი და შეცვალო მასთან ერთად ვითარება, რა თქმა უნდა ჩნდება ორი გზა.
ერთი არის დაპირისპირება მასთან, აი ბოლშევიკური ტიპის შეერაღებული ტერორი, სროლა, მეორე მშვიდობიანი მიტინგები, მანიფესტაციები, გაპროტესტება და თუ მაინც შედეგი არ აქვს ამას, ეს უნდა გადაიზარდოს სწორედ აი პარალელური სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. მაშინ ხალხი აკეთებს თვითონ არჩევანს. ეხლა სტალინის რეჟიმში ამას ვერ იზამდი, მაგრამ უკვე ესეთი რეჟიმი იყო, რომ შესაძლებელი იყო, ხო, პარალელურად იარსებებდა. მაგრამ თუ საშუალებაა, რომ თვითონ იმ ხელისუფლებისავე წესებით მოუგო მას, რომ რაც უკვე საკამათო ვერაფრით ვერ გახდება, ის მაინც საკამათო იქნებოდა. აი ეს სამართლებრივი გზა, რომელიც გამსახურდიას მომხრეებმა აირჩიეს, მოდი ასე დავარქვათ, მრგვალ მაგიდელებმა, იმ დროს, აი 1990-91 წლებში, 91 წლის პირველ ნახევარში, აი თქვათ იგივე 31 მარტის არჩევნებამდე იყო ერთადერთი გამოსავალი. და ეს ქართულმა საზოგადოებამ იგრძნო და ესე იგი მხარი დაუჭირა. ჩვენ ამას ვერ დავაბრალებთ, ვერავით არ მხოლოდ ქარიზმატულ მოვლენებს, თუმცა ეს ქარიზმაც ქონდა ახლა რამდენიმე პოლიტიკურ მოღვაწეს მაშინდელ ელიტაში, ქონდა ეს ქარიზმატული მონაცემები. თქვათ იგივე ირაკლი წერეთელს ქარიზმა ქონდა, ესე იგი თავისი მომხრეები ყავდა, იგივე გიორგი ჭანტურიას საკმაოდ მშვენივრად შეეძლო რაღაც თუ არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას მასების მობილიზება, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების გარკვეული ნაწილის. ამას თავისი ნიჭი უნდა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ეროვნული მომენტი და სახელმწიფოს აღდგენა ქართულ საზოგადოებას უნდოდა, ქართულ ხალხს უნდოდა, რა თქმა უნდა. იგი ხედავდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ეს ერთი რო ქარიზმა, მეორე უმთავრესი მაინც ის იყო, რომ რაციონალური გზა იქნა არჩეული და ეს ქართულმა საზოგადოებამ დაინახა. ქართულმა საზოგადოებამ ისიც მშვენივრად დაინახა, რომ ეროვნული ფორუმის და შემდგომში კონგრესის გზა არარეალისტური იყო. რატო დაუჭერ მხარს არარეალისტურ წინადადებას? ნუ თუ ეხლა ჩვენ იმდენად დაბალი წარმოდგენისანი ვართ ქართულ საზოგადოებაზე, ჩვენ ხალხზე, ჩვენ ერზე, რომ მან გონივრული და არაგონივრული ვერ განასხვავოს ერთმანეთისაგან. ჩვენ პარლამენტում ზონას რა თქმა უნდა უარს არ ვამბობთ. და მის ნათელი გასწორება ჩვენს მიერ გამოცხადებული ის კომპანია, რომელიც საყოველთაო პირდაპირ თანასწორი და ფარული კანონის საფუძველზე მისნათის საქართველოს ეროვნული კონგრესის არჩევანს. დიახ, ჩვენ გვინდა პარლამენტი, ჩვენ გვინდა მრავალპარტიული პარლამენტი, ჩვენ გვინდა ისეთი სამართლებრივი სუბიექტი, რომელსაც გასცემს ქართული ერი და საქართველოს კანონიერი მოსახლეობა თავის მანდატს, კონდეს მრავალპარტიული არჩევნები, ჩვენ შევაწევთ კონტროლი შემონახული კონსტიტუციური რეგლამენტის გარეშე, მაგრამ ზეობრივი სამართლებრივი ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას არანაირი ისტორიული, არანაირი მორალური, არანაირი სარწმუნოებრივი უფლება არ აქვს, რომ ჩაჭდეს მეგობრებო იმ სტრუქტურებში, რომელსაც დაუშვებს გარბაჩოვის ადმინისტრაცია და რომელსაც დაუშვებს იმპერიული ადმინისტრაცია. ამიტომ ჩვენი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ეს არის უპირველეს ყოვლისა უაღრესად ანტიიმპერიული, უაღრესად ეგრეთ წოდებული ეროვნულ პოლიტიკური ბანაკის მეორე ჭანტურია წერეთლის კონგრესის მომხრე ძალები კი კვლავ ძნელ პოზიციაზე რჩებოდნენ და საბჭოური იურისდიქციის პირობებში პოლიტიკური ბრძოლის ყველანაირ საშუალებას გამორიცხავდნენ საქართველოს დეოკუპაციისა და კოლონიის სტატუსის მიღების გარეშე. ჩვენ გვინდა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებს ღიარებიათ, როგორც იურიდიულად დამოუკიდებელ, მაგრამ ფაქტობრივად ოკუპირებულ და ანექსირებულ ქვეყანად, როგორც აღიარა თვითონ საბჭოთა ხელისუფლებამ საქართველოში. ისიც მსოფლიო საზოგადოება არ ცნობდა საბჭოთა კავშირს ამ ტიპის ქვეყნად. მას ჰქონდა კონსტიტუციაში, რომ ის შედგება 15 მოკავშირე რესპუბლიკისგან. მე ვთვლიდი პირადად, რომ ეს უფრო გამოსაყენებელი იყო, ვიდრე კოლონია და სახვეწარი, რა კოლონია ვარ და ანუ რა სიამოვნება იყო რაღაც მაზოხისტური. რეალურად ასეც ვიყავით, მაგრამ რა მაზოხისტური სიამოვნება გინეთო რა კოლონია ვიყო, ხო? შენ თუ საბჭოთა კავშირს ეთამაშებოდი მისივე წესებით, ის შენ საკამათოს ვერ გაგიხდი და შენ თუ მოიგებდი, ის შენ საკამათოს ვერ გაგიხდი და მოიგეთ თუ წააგეთ, თორემ ასე მაშინ ჭადრაკში გაიმარჯვებდა მოკრივე მსოფლიო ჩემპიონი, მოიგებდა ჭადრაკის ჩემპიონატსაც. ჩვენ მოვიპოვოთ რეალური ნამდვილი არჩევნების საშუალება, მივახციოთ, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ნამდვილი არჩევნები, რეალური, მივიღოთ მასში მონაწილეობა, მეორე და მესამე გავიმარჯვოთ. და საბოლოოდ ეს იმისათვის, რომ გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ აღარ ასოდეს საკამათო არ იყოს. საერთაშორისო მე მაინც რეფერენდუმის ნიშნეთ, ყოველი შემთხვევისთვის, რომ ამაზე საერთოდ ლაპარაკი ოდესმე დამოუკიდებლობაზე აღარ ყოფილა. ჩვენი მოურჩენელი უბედურებაა, სანამ
საჭიროებებით და გონივრებით გადაგდოთ, მანამდე უნდა შეგრძნებები ჩავიდინოთ. და ეს შემთხვევაში მე ასე მგონია, რომ ეროვნული კონგრესის არჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღევანდელი ეროვნული მოძრაობის გაერთიანებისთვის. მას შემდეგ, რაც პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარება საბოლოოდ გადაწყდა, კონგრესის მომხრეები გაორმაგებული ენერგიით შეუდგნენ ეროვნული მოძრაობის ნების ერთადერთი გამომხატველი ორგანოს, ეროვნული კონგრესის პარალელური არჩევნებისათვის მზადებას, რომელიც 30 სექტემბერს დაინიშნა. თუმცა ამ საკითხზე იმ პერიოდში მოქმედი კანონის გათვალისწინებით რეფერენდუმის ჩატარება ვერ გაბედეს. დღევანდელი ეროვნული კრება მიზნად რა თქმა უნდა ერის პოლიტიკური ძალების უპირველეს ყოვლისა კონსოლიდაციას, გაერთიანებას, შეკრას ისახავს მიზნად, ესე იგი ჩვენი ალტერნატიული ეროვნული კონგრესის არჩევნების პოპულარიზაციას და პროპაგანდას, რა თქმა უნდა, და ფართო მასებში ხალხი ჩვენ უნდა მივიტანოთ თუ რა გზით მიდის საქართველოს ეროვნული მოძრაობა და ის რასაც სიტყვაზე ვთქვათ, ობილატელი განხეთქილებად ნათლავს, კინკლაობად ნათლავს, რომ სინამდვილეში ეს არ არის განხეთქილება და კინკლაობა, ეს არის ძალიან სერიოზული ბრძოლა იმისთვის თუ რა გზით წავიდეს ეროვნული. მათ ესე იგი საარჩევნო კანონი, რომელიც შექმნა ეგრეთ წოდებული მეოთხე დასმა, ასეთი საზოგადოება არსებობდა, სადაც იურისტები იყვნენ შეკრებილები, შეიძლება ისინი ყოფილი ფიზიკოსები თუ რაღაც სხვა სფეროების წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ მე ესე იგი პოლიტიკაში გაიწაფნენ და უკვე სამართალსაც დაეუფლნენ, თუ შეიძლება ასე ითქვას და შექმნეს ესე იგი კანონი, საარჩევნო კანონი და საარჩევნო კანონში ეწერა, მე კონგრესის არჩევნებზე მაქვს საუბარი. საარჩევნო კანონში ეწერა, რომ ეს არჩევნები უნდა მოეწყოს რეფერენდუმის საფუძველზე. სად ამ რეფერენდუმი ცალკე უნდათ მათ ჩაეტარებინათ, სადაც ქართველ საზოგადოებას უნდა გაეცა ერთ კითხვაზე პასუხი. მიგაჩნიათ თუ არა ეროვნული კონგრესი ეროვნული ინტერესების გამომხატველ ერთადერთ ორგანოდ. აი ამაზე უნდა გაეცა პასუხი ქართველ ხალხს. მაგრამ ვინაიდან იცოდნენ, რომ ამ რეფერენდუმში მარცხს იწვნევდნენ, მათ ამდენი გავლენა არ ქონდათ, ამიტომ ეს რეფერენდუმი არ ჩაატარეს. ამიდიას რო ზვიად გამსახურდია ამიდიას რო ხარი დაეჭირა, სულ სხვანაირად წავიდოდა საქართველოს ისტორია. ზვიად გამსახურდია ცოცხალი იქნებოდა, საქართველოში დიდი 20 წელს გასული იქნებოდა რუსის ჯარი და შეიძლება ჩვენ წინამდე არ ვიყავით ხელისუფლების არჩევნების, ჩვენ მქონდა გეგმაში პარლამენტის არჩევნების დანიშვნაც და პრეზიდენტის დანიშვნაც. ოღონდ არ ვჩქარობდით ამ პროცესს, ჩვენ გვინდოდა რომ ჯერ არჩეულიყო ეროვნული კონგრესი, ეროვნული კონგრესი თუ აირჩეოდა ის იქნებოდა ერისნების გამოხატველი კომუნისტებს დამკვიდრით, პირიქით თავრობაში გარკვეული დროით კარანზე, შაქარზე, ბენზინზე უნდა ეზრუნვა კომუნისტურ ოღონდ მანდატი გასულ ხელისუფლებას, ჩვენ მინდა ერთ-ერთი რაღაცა რომ საქართველოში ყოფილიყო პოლიტიკური წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც დაკავებული იქნებოდა მხოლოდ ქვეყნის განთავისუფლებით. და შემდეგ როცა უკვე ეს პროცესი დაიწყებოდა, შემდეგ ჩატარებულიყო, როცა უკვე ეს პროცესი დაიწყებოდა, შემდეგ ჩატარებულიყო კი ბატონო პარლამენტის არჩევნებიც და თუ შევტანხმდებოდით პრეზიდენტის ინსტიტუტს საპრეზიდენტო არჩევნებიც. ამაში ვერ მოხდა შეგროვება. ეხლა ჩვენმა შეუთანხმოება რა დააშავა. ეროვნული კონგრესი ეს უბრალოდ არასერიოზული მოვლენაა. იურიდიულად, ასე ვთქვათ, იურიდიულად ცოდნით ნოლი, იურიდიულად აბსურდული და პოლიტიკურად აბსურდული ბუნიადაგო და არაფრის გამკეთებელი. ეს ხოლმე ფსიქოლოგიურად უპირისპირდებოდა ამ ზვიადიზოიდან პარლამენტის მერე იყო. მაგრამ ეხლა რა იყო კომუნისტების ტაქტიკა მერე? მათ უკვე მრავალპარტიულ არჩევნებისთვის მათ მოამზადეს ისეთი სიტუაცია, რომ უზარმაზარი უმრავლესობა პარლამენტში ეროვნულთა შორის მონოპოლიური წესით მოეპოვებინა ზვიადის ჯგუფს. აი შექმნეს მას. თორემ პარლამენტი რო ყოფილიყო, ასე ვთქვათ, რეალურად განსხვავებული პარტიებისაგან შემდგარი, იქ საღიაზრი იბატონებდა. ის სრული კი არ იყო ყველა იმ პარლამენტში. იქ გონება იყო შეუდარებლად მეტი, ვიდრე თქვა დღევანდელ პარლამენტშია იმის წინაშე და იმის წინაშე კიდე. შეუდარებლად მეტი. აქ იყო თქვენი ხალხი იყო. მაგრამ ატმოსფერო იყო შექმნილი, რომ ასე ვთქვათ, აზრი ვერ გადიოდა. გესმით? აი რო ყოფილიყო ეროვნული პარტიებისაგან შექმნილი, ეროვნული პარტიების საერთო უმრავლესობა ყოფილიყო. არცეთი მათგანის საერთო უმრავლესობა იქ აზრი იბატონებდა და ეროვნული გული იბატონებდა იქ.
აი ესე მომხდარიყო მაშინ რუსული შეთქმულება, რომელთაც დაემხო ზვიადის ხელისუფლება, ეს რუსეთის შეთქმულება მაშინ ვერ გაიმარჯვებდა. გამიგეთ, ვერ გაიმარჯვებდა. რატო გააკეთეს ეს რუსებმა სხვათა შორის? ეს გააკეთეს იმიტომ, რომ მათ იანგარიშეს, რომ საკმარისია, რომელიღაცა კონკრეტულად აი ამ ერთმა თქვა ეროვნული მოძრაობის ამ ერთმა ჯგუფმა მიიღოს მონოპოლიური ხელისუფლება. ამით მოხდება ამისი, ასე ვთქვათ, ორგანიზაციული დეგრადაცია. ეროვნული კონგრესის არჩევნებიც სრული კრახით დასრულდა. ქართველმა ხალხმა დეკოლონიზაციისა და ორხელისუფლებიანობის პათოსი არ გაიზიარა. ვითარებაში ჩატარდა კონგრესის არჩევნები, რომ სრული ხელშეწყობა ჰქონდა ხელისუფლებისაგან. მე არ ვიცი, ეს ხელისუფლების შემოგდებული იყო, ასე ჩავძიებიათ, მაგრამ მას რომ აწყობდა ეს ჩვენი გათიშვა და ამ ორ ფლანგად კიდევ და ჩვენი დასუსტება თქვა საარჩევნოდ, ესეც ფაქტი არის. ეს არჩევნები პრაქტიკულად არ ჩატარდა, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობა ჩემისათვის მიიღო მაქსიმუმ ქართველი ერის, ესე იგი, იმჟამინდელი მოსახლეობის არა უმეტეს 10%. ანუ მეოთხე კონგრესის არჩევნები პრაქტიკულად ჩემის აზრით, ეხლა მე ზუსტად არ დამითვლი ახმები. კონგრესის არჩევნები ჩატარდა, მოთ იმდენად ცოტა ხალხი მივიდა კონგრესის არჩევნებზე, რომ იმის შემდეგ, რაც საქართველოში 20 ოქტომბერს აიჩა ეს უზენაესი საბჭო, პრაქტიკულად კონგრესი ერის ნების გამომხატველ ლეგიტიმურ ორგანოს აღარ წარმოადგენდა. კონგრესის არჩევნებისადმი ქართველი ხალხის ამგვარი დამოკიდებულება გასაკვირი არ გახლდათ. რადგან გამსახურდიას ბანაკთან დანარჩენი დემოკრატიული მოძრაობის ტოტალური დაპირისპირებისა და კრიმინალურ ძალებთან მათი აშკარა ალიანსის ფონზე, ბლოკმა მრგვალი მაგი და თავისუფალმა საქართველომ საზოგადოებაში მეტი ნდობისა და სიცხადის შეტანა შეძლო. გარდა ამისა, არავისთვის იყო საიდუმლო, რომ ზვიად გამსახურდია კონგრესში დარჩენილ ძალებს მრავალპარტიულ არჩევნებში მონაწილეობასა და თანამშრომლობას მაინც თხოვდა. საათობით მიხვეწნია მე ჩავედი ვეხვეწე სინათლე გითხრათ კინოსტავილის ქვევით ქალბატონი ავრობა იყო იმის გამგეიქა და იქ ვიკრიბებოდით ხოლმე და ირაკლი წერეთელი იყო ირაკლი ბათიაშვილი ერთი 2-3 საათი ვაპარაკეთ ამაზე რა თქმა უნდა და სწორს ამბობს ირაკლი მართლა მე ვეხვეწებოდი არ ზვიადიც ახლა თხოვდა ამ ფორმით იყო ის კი არა რომ აი არ შემოხდა ესე იქნება ხო ირაკლიზე იყო ლაპარაკი სხვებზეც იყო ის კი არა მე მეცაც გეტყვით შემდეგ ჭანტურიასთან როგორ ჭანტურიასთან ამ თვალსაზრისი ძნელი იყო ჭანტურიას ეკავა ხისტი ეს პოზიცია ის თვლიდა რომ თუ ერთიანი ბლოკი იქნებოდა იმდენი გავლენა არ ექნებოდა და ცალკე გასულიც ბევრს ვერ მოიპოვებდა ხმებს არ ჯეროდა ის კი არა ზვიადისაც და ჩვენი მოგებისაც არ ჯეროდა მე ვიცი მისი ბევრი თანამებრძოლისგან რომ ის არ ელოდა საერთოდ ხუთ ბარიერის გადალახვასაც კი ჩვენგან არამც თუ იმ შედეგს რასაც მივახციეთ ხო ზვიად გამსახურდია ჩვენ არჩევნებამდე არაერთხელ შემოგთავაზა რომ მიგიღო არჩევნებში მონაწილეობა. ასე რომ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ბრალდება რომ ირაკლი წერეთელი რატომ არ იყო ხელისუფლებაში არის ელემენტარული უსამართლობა იმიტომ რომ არაერთხელ ზვიად კონსტანტინეზე გამსახურდიამ გამომიგზავნა საერთო ნაცნობები სახშიც კი დამპატიჟა. ახალგაზრდა რადიკალებმა მომავალი ეროვნული ხელისუფლების პოზიცია არ გაიზიარეს. ამ გადაწყვეტილების ნეგატიური შედეგები კი დღითიდღე იკვეთებოდა. ზვიად გამსახურდიამ მრავალპარტიულ არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებსაც ერთიან ბლოკში გაერთიანება შესთავაზა, თუმცა აქაც უარი მიიღო. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ პარტიათა ლიდერებს არათუ ზვიად გამსახურდიას გამარჯვების, არამედ მისი პოლიტიკური და პიროვნული რეიტინგისაც არ სჯეროდათ. ნოდანათაძესაც შესთავაზა სხვათა შორის ზვიად გამსახურდიამ ბლოკში შესვლა, მაგრამ ნოდანათაძეს ირაკლი შენგელაიას და სხვებს ეგურათ რომ არჩევნებში არანაკლებ ხმებს მიიღებდნენ და თორე ზვიადი ყველა შესთავაზა. აი ესე აი მაგაში აი როგორ შეიძლება ზვიად გამსახურდიას ბრალი დატო რა. მართლა უნდა მუსო. მე გითხარით, ჩემი მოტივი და გამოდი არ მიყო მონაწილეობა. ზვიად გამსახურდია ეახლა ყველა ამ გაერთიანების ლიდერს. მე არ ვიცი აბლაძესთან იყო თუ არა. აკაკი ბაქრაძესთან ჩვენ მოვახდი და ბიჭები მიხეილ მამაშვილთან იყო ბლოკების ლიდერებთან მიდიოდა და სთხოვა გავერთიანდეთ და მეცაც გეტყვით რუსთავის საზოგადოებას თავაზობდა რომ 50 ჩავაწერებიო მეო და ჩემს მერე აგერ ესენი უნდა იყვნენ ბიჭებიო და ესენი ჩაეწერებიან ჩემს მერე
და მაინც არ დაგვეთანხმარა. სახალხო ფრონტსაც თავაზობდა, არ დაგვეთანხმება. გაერთიანებას. მე იმედი მქონდა რომ 4%-ს მაინც გადალახავდნენ, 4% რა უნდა ყოფილიყო, 4%-იც ვერ გადალახეს. ეს უკვე ამას ვეღარ გათვლიდი ეს, იმიტომ რომ ხალხმა გააკეთა როგორი არჩევანი. აჰა კომუნისტები და თუ კომუნისტები არ მინდა ესენია ძირითადი ბირთვი და მაშინ ესენი და აღარ ეყოთ იმათ ხმები. სხვა ვითარებაში ისინიც გადალახავდნენ, ხანაა დაალაგდებოდა ხმების რაოდენობა. აი ესეც ერთი პრობლემა. ახლა შოლა გვექნა ხელისუფლებაში მოსვლისა და ეროვნულ მოძრაობაზე ჰეგემონიის დაკარგვის შიშმა კონგრესმენების სამკვდრო სასიცოცხლოც დაუპირისპირა მრგვალ მაგიდას. 27 ოქტომბერს უზენაესი საბჭოს არჩევნების წინა დღეს რუსთაველის გამზირზე ერთი იდუმალებით მოცული ინციდენტი მოხდა. ირა ჭანტურია დაჭრის. ფაქტია რომ გამოდიოდა კონგრესის ერთ-ერთი რუსთავიდან გავიგეთ სროლის სხვა და მე აგვისტო ირა ჭანტურია იყო კლასში დაჭრილი. მე მჯერავს რომ დაჭრის. ბევრი ამბობდა რომ ირა ჭანტურიამ თვითონ დაიჭრა თავის თავიო. მაგრამ მე ამჯერავს ეგეთ რაღაცები რომ ადამიანი შეუძლია თავის თავი დაიჭრას, იმიტომ რომ ასაუნა პროფესიონალი იყო, ვაი და აცდეს და ხო და ბევრი ამას ლაპარაკობდა. ხო და მუცებ წარმოვიდიოთ რომ ჩემი მეგობარი კაცი დაჭერეს და ძალიან ხელმგულზე თან ეს მოხდა მაინც და მაინც არჩევნების წინა დღეს. ინციდენტს ირაკლი წერეთლისა და სხვა კონგრესმენების მძაფრი სატელევიზიო გამოსვლა მოჰყვა. და მე რუსტემი ხებერის და გიორგი უბახიძე გამოვიდით და ჩემი გამოსვლა იყო ძალიან რადიკალურად მკვეთრი. ბატონ ზვიად გამსახურდია სინამდვილად თვითონ ზვიად იმას აღიარა შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რომ ჩემმა მისაწინააღმდეგო გამოსვლა 25% აჩუქა. და ბევრი ხალხმა, ბევრი ადამიანი აღაშფოთა ჩემმა გამოსვლამ. არჩევნების და აი აღშფოთება ზვიად გამსახურდია შემოუწმენდა დადებითად. გამარიეთით საარჩევნო ღვალი მაგიდა თავისუფალ საქართველოში გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს 28 ოქტომბერს გამართულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში ბლოკმა მრგვალი მაგიდა თავისუფალმა საქართველომ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზვიად გამსახურდიასა და მის გუნდს გამოუცხადა ნდობა. მე მახარებს ჩვენი ერის გამოღვიძება, მაღალი პოლიტიკური შეგნება და ერისა და ეროვნული მოძრაობის ერთიანობა, რაც გამოვლინდა ამ არჩევნებში. არც ეს არის დასამალი, რომ ასო ისე დიდი ხნის წინათ, სულ რამდენიმე წლის წინათ ეროვნული მოძრაობა არ იყო პოპულარული საქართველოში იმდენად, როგორც არის დღეს. იგი არ იყო ფართოდ გავრცელებული, ხალხთა მასები არ იყვნენ ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, უფრო ინტელიგენცია, ახალგაზრდობა იყო ჩაბმული მასში, მაგრამ ეხლა, განსაკუთრებით 9 აპრილის შემდეგ, ამ დიდმა ტრაგედიამ ერთგვარი შოკის მაგვარი ზემოქმედება იქონია ჩვენს ხალხზე და ერი დაძრუნდა, რომ მას თავისუფლებისთვის ბრძოლის გარდა სხვა გზა არ გააჩნია. აი ეს ყოველივე დადასტურდა ნახატამ არჩევნებში და მე მჯერა, რომ მართალია არის გარკვეული განხეთქილებები, დაპირისპირებები, მაგრამ ალმაღდებით ყოველივე ამაზე და ძლიანი საქართველოს ერთიანი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა მიაღწევს თავის მიზანს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. კომუნისტებმა სამჯერ ნაკლები ხმები მიიღეს. არასახარბიელო პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდათ დანარჩენ პარტიებსაც. რუსთაველის საზოგადოებასა და ელიტარულ ინტელიგენციას კი შემთხვევითმა ადამიანებმა აჯობეს, მხოლოდ გამსახურდიას ბლოკში ყოფნის გამო. შედეგები ყველასათვის მოულოდნელი იყო, თავად გამარჯვებული ბლოკისა და მისი ლიდერის ჩათვლით. ნახეთ კონგრესში არჩევნებში მონაწილე პარტიების სიები. აი ვერ იტანდნენ იმ პარტიებს, ეროვნულ მოძრაობას აქილიკებდნენ და იმ სიებში წერიან. ჩვენი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, პლატონოებიც, ბიზნესმენებიც. აი წერიან იქ. და აქ რისკი იყო კომუნისტებთან დაპირისპირება. იქ არ იყო კომუნისტებთან დაპირისპირება კონგრესებში. იქ კომუნისტები არ იყიდნენ კეთს. იქ კომუნისტებთან ასეთი ბრძოლა არ იყო და კონგრესი და კონგრესი იყოს. მაგრამ სადაც კომუნისტებთან წავიდა დაპირისპირებაზე, ხო, აი კომუნისტები და ჩვენ. იქ ჩვენ სიებში მათ ვეღარ ნახავდით. მაგრამ იყო კარგი ბლოკები, თავისუფლება, ხო, რუსთაველის საზოგადოება, ადვაძის გაერთიანება იყო, სახალხო ფრონტი იყო, ესენი 3%-ს ყველგან 4%-ს ვერ გადასცენ. თან საკამათო იქ არაფერი არ გაყალბებულა. ეს იყო სულად მოულოდნელი უკვე ჩვენ. ალფერიერის უდიდესი ნაწილი სურვი სულიად საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ვახტანგ
ბატონ ვიარ გამსახურდია. იცით, მათი ეს გაოცება სრულიად საფუძვლიანია, იმიტომ რომ ისინი არ მოელოდნენ ქართველი საზოგადოების აი ესეთ მყისიერ და ფეთქებად მხარდაჭერას. გამსახურდია და მდგომარეობა მაგედან იცოდა, რომ ხაზს ბევრი ადამიანი უჭერდა, მაგრამ ასეთი დიდი რაოდენობით, თანაც ესე იგი გუშინ ხელისუფლების სათავეში მყოფი კომპარტია, ესე იგი მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა. ნაპოლეონმა, როდესაც არ მინდა გადახვევა, მაგრამ სულ ორი სიტყვით ვიტყვი, აუსტერლიცთან კოალიციის ძალები დაამარცხა, იმდენად გამანადგურებელი იყო მისი გამარჯვება მტრებზე, რომ არ ჯეროდა. ესე ხშირად ხდება ისტორიაში. საბჭოთა იმპერიის დანგრევა ჯეროდა ვინმე? მთელი ჩემი ძალებით, შეძლებით საუნარით ვეცდები გავამართლოთ თქვენი ნდობა და ქართველი ერის ნდობა. განანგრეველი გამარჯვების განცდა შემდგომშიც აჩრდილივით აედევნა ახალ ეროვნულ ხელისუფლებას. უზენაეს საბჭოს გარეთ დარჩენილი დემოკრატები ამტკიცებდნენ, რომ გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლას საკუთარი უმოქმედობით ცენტრიდან მართულმა კომუნისტებმა შეუწყოს ხელი, რათა სწორედ მას მიეღო აბსოლუტური უპირატესობა და პასუხისმგებლობა გარდამავალ ეპოქაში, რაც არამხოლოდ გამსახურდიას ხელისუფლებისათვის, არამედ ქვეყნისთვისაც კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდა. ზოგადი ფაქტურად კომუნისტებმა გახადეს სოციალური მოძრაობის ხატი და სახე და არა იაჯანდუიამ და არა მერაპოსტავამ და არა სხვა. და ეროვნულ სახელმწიფოებრივად ზოგადი ძალიან კარგი იყო რუსეთისთვის სახელმწიფოს მეთაურად, იმიტომ რომ ეს იყო უმოკლესი გზა საქართველოს გაუქმისა. უმოკლესი გზა იმისა, რომ დასავლეთში ჩვენ ნორმალურ ადამიანებად ცივილიზაციაზე არ ვლაპარაკობ, რადგან არ ჩადეთვალეთ. ეს მისია განსაკუთრებით ბრწყინვალედ შეასრულა სხვათა შორის. და მე არასწორად ხელს უშლიდათ ამ გეგმის განხორციელებაში, თავისი უზარმაზარი ავტორიტეტით, თავისი პრინციპულობით და ის მოიცილეს არა მარტო მერაპოსტავა, არამედ იგივე მერაბ მამადაშვილი, სხვადასხვა ფორმებით. გახდნენ პოლიტიკური ტერორის მსხვერპლი. მაშინვე წამოვიდა ხმები, რომ ეს იყო კრემლის მიერ მართული პროცესები. მაგრამ მე მინდა გავიმეორო, აი წეგან იყო ლაპარაკი, ვთქვათ იგივე მამარდაშვილის პრეზიდენტობაზე კრემლის მიერ დაგეგმილი. მე იყო ლაპარაკი, ვთქვათ იგივე კონგრესის მომხრეები გორბაჩოვ გამსახურდიას ალიანსზეც ლაპარაკობდნენ. ანუ ესე იგი ესეთი ხმები ძალიან ბევრი იყო. მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი პროექტი მართლაც იყო კრემლში. იმიტომ რომ ვერც გამოვრიცხავ და როგორც იტყვიან, ვერც დავადასტურებ. მე მჭირდება როგორც მეცნიერს და ისტორიკოს საბუთი და არგუმენტი, რომელიც გამაყარებული იქნება რაღაც ისტორიული წყაროთი. მარტო ხმებს იცით რა, ეხლა დაგვავიწყდება, რომ პოლიტიკური ოპონენტები უამრავ რაღაცას უგონებდნენ ერთმანეთს. კონგრესს აწყობდა ის, რომ გამსახურდიასთვის კრემლის აგენტიც დაეძახა, კრემლის მიერ მართული პიროვნებაც დაეძახა. თქვათ იგივე ირინე სარიშვილმა პირდაპირ დაუწერა გამსახურდიას, რომ იცით რა, ნუღა გადაჩეხავთ საქართველოს უბსკულში და ეხლა ვეთქვით უარი, იმიტომ რომ თქვენ ხომ კრემლის ბრმა იარაღი ხართ. მაგრამ იცით რა, თუ ჩვენ ამ ფორმულას დავემყარებით და გავამართლებთ, მაშინ მთელი ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა და დამოუკიდებლობის აღდგენა, რომლის მოწმენით და რომლის შედეგებსაც დღეს ვხედავთ ჩვენ არა მარტო ნეგატიური მოვლენების მიხედვით, არამედ პოზიტიური ცხოვრება გაკეთდა ამ ქვეყნად. მაშინ ესე იგი მთელ ჩვენ ეროვნულ მოძრაობის მიღწევებს ეჭქვეშ დავაყენებთ. ჩვენ აბსოლუტურად დავჭით გამოკითხავი ამ პარლამენტში ძალაუფლების მქონენი და ესა ძალიან ცუდი რა. რაც გინდა კეთილშობილი მიზნები გამოძრაობდეს და მე პასუხისმგებელი ჩემი სიცხით რომ გამსახურდიას და დიდი ნაწილს ყოფებს ეგამოძრავებდათ და მათ დაამტკიცეს სხვათა შორის მაშინაც და მერეც არავის არაფერი არ უშუალია ჩვენი ხელისუფლების წევრებს და მერეც თავი გაწირა ზოგმა თავის პოლიცია და ზოგი პოლიცია საკამათო გამოჩნდა, მაგრამ მეტყობა თავიდან ეგეთი იყო, ეს უფრო ისინია, ვინც მე აგვედევდნენ ჩვენ.
მარტო ზოგიერთ ეხლანდელ დიდ ბელადს ვითომ ზვიადისტობისას ნახავს სხვა სიებში იმ არჩევნებში. ზოგიერთი ბევრს ლაპარაკობს ახლა აღმოჩნდა რომ სხვა სიებში იყვნენ თან უფრო გარანტირებულ და კარგ კომფორტულ სიებში. ხო? რაც გინდა კეთილშობილი მიზნები გამოძრავებდეს, ესეთი დიდი უპირატესობა კატასტროფის თვალსაზრისით. მაგრამ ვიმეორებ აი დემოკრატიის უმწიფარობა მაგაში გამოიხატება. როცა დემოკრატია რეალური არ არის და შენ აი დაპირისპირდი არ კონტროლდები ინსტიტუტების მიერ ან საზოგადოებრივი აზრით. საზოგადოებრივი აზრით შენ კი არ გაკრიტიკებს, არამედ გებძვის. შენ რაც გინდა კარგად განწყობილი იყო, ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ შეიკავო თავი და შენს ბრძოლაზე არ გადახვიდე და მას უპასუხო 7 თქვათ არ გვეყო, იმიტომ რომ ხა ნუ ახლა თან საბჭოთა კავშირი თან კიდე შიგნით ეს ამბავი ხდება, თან იარაღ საჟღარუნები მარტო პოლიტიკური ხარი ხო ეს დაპირისპირება რა. აი სწორედ ამ კრემლის მიერ აქაური პროცესების მართულობაზე როცა ვსაუბრობთ, სწორედ აი ამას უნდა გავუსვათ ხაზი, რომ მან ეტყობა კარგად გაითვალისწინა ქართული მენტალობა და კარგად შესანიშნავად გამოიყენა ის, რომ ფაქტიურად ორი ხელისუფლება შეიქმნა საქართველოში 1990 წლის 28 ოქტომბრიდან თითქმის რამდენიმე თვის მანძილზე, თქვათ ესე იგი შემდეგი ტეხილი იყო 31 წლის რეფერენდუმი, არა 31 მარტის რეფერენდუმი. თითქმის ყოველდღიურად ეწყობოდა მანიფესტაციები, ოპოზიციამ ფაქტიურად უკანონოდ გამოაცხადა ეროვნული ხელისუფლება. უკანონოდ გამოაცხადა. ანუ ესე იგი მის მიერ მიღებული თქვათ იგივე დამოუკიდებლობა რომ გამოეცხადებინა, მან პირიქით აუკრძალა კიდეც უზენაეს საბჭოს, ანუ ეროვნულ ხელისუფლებას დამოუკიდებლობის გამოცხადება. თქვენ არა ხართ ხელისუფლება, თქვენ ხართ უბრალოდ ოფიციალური რაღაც სტრუქტურა, თქვენ არა გაქვთ უფლება დამოუკიდებლობის გამოცხადების, ეროვნული დამოუკიდებლობა ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ. და აი იმის მაგივრად რომ როგორ თქვენ აბრძანეთ, მიიღოთ უამრავი კანონი, თქვათ მიწის გადაცემა კერძო საკუთრებაში, უამრავი ეკონომიკური პრობლემები ამ იზოლირებული ქვეყნისა და რა ვიცი მე აღარ ჩამოვთვლი უამრავ კანონებს და ღონისძიებებს, რომელიც ახალგაზრდა ჩამოყალიბების გზაზე მდგომ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა, ამისთვის ფაქტიურად მან ვერ მოიცალა. ის ოპოზიცია ამას არ აცლიდა. მე ირაკლი წერეთელი აღიარებს, რომ ესე იგი ოპოზიცია დაადგა ჩასაფრების პოლიტიკას. ეს მისი სიტყვებია. მე საერთოდ რაც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, ჩემი მოგონილი თითქმის არაფერი არ მეთქვია, მე ვსაუბრობ მათი გამონათქვამებით. ჩასაფრების პოლიტიკას მათ უხაროდათო, ირაკლი ამბობს, მათ უხაროდათო, ანუ ეროვნულ კონგრესს, სად სულელურ გადაწყვეტილებას მიიღებდა ხელისუფლება, სად წაფორხილდებოდა, სად შეცდომას დაუშვებდა, ეს მათ უხაროდათ. 31 მარტის რეფერენდუმმა ცოტათი დააშოშმინა მოწინააღმდეგეები, თუ შეიძლება ასე ითქვა. 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს სხდომაზე ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა. ამ ფაქტს იურიდიული საფუძველი 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმმა შეუქმნა. რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა, ჯავის, ტყვარჩელისა და გუდაუთის გარდა. მაშინ ქართველმა ხალხმა ერთიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს დაუჭირა მხარი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ რეფერენდუმში გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით სოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა. რეფერენდუმის ზვიად გამსახურდიას მმართველობის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ, რომელიც შემდეგ 1995 წლის კონსტიტუციის ფუძემდებლურ დებულებად იქცა. თუმცა იმჟამინდელ პრეზიდენტს, რომელიც რეფერენდუმის ჩატარებისას საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობიდან უკვე გადამდგარი იყო, რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია. მიზეს ისტორია აუცილებლად გაეჯის. ფაქტი არის ერთი რა, ხო? აი დღესაც კი ტერიტორიებს ჩვენ ვიცავთ ვისი მეშვეობით იურიდიული რა არის. რომ საქართველოს მიიღო გაერო, აი სწორედ 9 აპრილის დეკლარაციის 31 მარტის რეფერენდუმის, ამ რეფერენდუმის ხაზია გასმული, რომ ხალხმა ნება გამოხატა 91 წლის, აი სადამდე ჩვენ მივიყვანთ 9 აპრილის დეკლარაციის შედეგად დამოუკიდებელ ქვეყნად იმ ფარგლებში, რომელიც მას ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში. აი ეს არის.
აი მას მივახციეთ. ანუ მივახციეთ დამოუკიდებლობას და ისეც რომ საკამათო არ არის, იმიტომ ვიმეორებ გაეროს, როცა გვიღებს რეზოლუციაში წერია, რომ მიგვიღეს, იმიტომ რომ ჩატარდა 31 მარტის 91 წლის რეფერენდუმი დამოუკიდებლობის თაობაზე, რასაც აბსოლუტურად ყველამ დაუჭირა მხარი და გამოცხადა დამოუკიდებლობა. და მეორე, აი რატო იყო გამართლებული და მეორე იმ ტერიტორიაში, იმ საზღვრებში, რომელშიც ის იყო საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის. აი ეს იყო ჩვენი გამარჯვება. 90-იანი წლების ისტორიულ გზაჯვარედინზე ახალგაზრდა ქართველ რადიკალებს ეროვნულ თავისებურებად ქცეულმა ამბიციამ სძლია. მართალია ზვიად გამსახურდიაც არანაკლები ეგოცენტრიზმით გამოირჩეოდა, თუმცა ქართულმა უმწიფარმა პოლიტიკურმა სპექტრმა და ინტელიგენციამ ნგრევის სასარგებლოდ არჩევანი თავადვე გააკეთა. კრემლი ხელისუფლებაში ეროვნული ძალების მოსვლას ვითომ შეეგუა და საკუთარი სცენარის განხორციელება მომავლისთვის გადადო. 28 ოქტომბრიდან ძმათამკვლელ ომამდე პერიოდში მოვლენები ბუნებრივად ვითარდებოდა. გარე ძალები პოლიტიკურ სპექტრს არ ქმნიან. ისინი უკვე არსებული პოლიტიკური რუქის გამოყენებას ცდილობენ. ამდენად ეროვნული ხელისუფლება და სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაკიდებული გარე ოპოზიცია მეტროპოლიის ხელში საკმაოდ ხელსაყრელი ბერკეტი გახდა.